ჩვენ ცხოვრობთ პოსტსიმართლის ეპოქაში. პირველად ტერმინი პოსტსიმართლე გამოიყენა ამერიკელმა მწერალმა სტივ სტეისიჩმა, რომელმაც 1992 წელს ჟურნალ National-ში ისაუბრა ამ ტერმინზე და აი ამის მნიშვნელობაზე, რომ ადამიანების ნაწილი არჩევდა ეცხოვრა მართვა სიცრუეში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ხელახლა გამოღვიძება და გამოყენება დასავლეთში ძირითადად 2016 წელს უკავშირდება. ვთქვათ, რომ აი ამ ტერმინამდე შეიძლება და ტერმინის შემდგომაც ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია იმ პოსტსიმართლის მიმართულებით არის და რჩება რუსეთი, რომ შემოვიდა ალტერნატიული ფაქტების წარმოება. შეიძლება ძალიან სასაცილო ჟღერს, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, როცა ეუბნებიან, რომ გარკვეული ფაქტები, რომელიც გააჟღერა ტრამპის პრესპიკერმა, იყო ტყუილი, ის საუბრობს, რომ არა, ეს იყო ალტერნატიული ფაქტი. Gave alternative facts to that. იგივე ივანიშვილის ბოლო პერიოდის და ივანიშვილის მთავრობის ბოლო პერიოდის განცხადებები ამას მიანიშნებს. არიოს ათქვიფოს, რაღაცა არეულობა შემოიტანოს, ბევრტყუის პატარა სიმართლის მარცვალი დაუმატოს და ამ ემოციურობით, ცრუწმენებით მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირება მათ სასარგებლოდ. დასავლეთსაც აქვს ეს პრობლემები და ამით ნათელი და მკაფიო მაგალითია ღაზაში მიმდინარე ჰუმანიტარული კატასტროფა. ნაკლებ საიმედოდ მოსჩანს სიმართლე, სინამდვილე, რომელიც ჩვენ გვეგონა როგორც მოცემულობა და ობიექტური მოცემულობა, თავისთავადი აღარ არის და დღეს სიმართლეს სჭირდება დამცველები.